კიდევ ერთ კაცს, რომელსაც ცილი დასწამეს, მეგრელს, ქართველს, ლავრენტი პავლესძე ბერიას. მის გარეშე საბჭოთა კავშირს ატომური იარაღი არ ექნებოდა. უდიდესი გენიალური ორგანიზატორი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. ის ხომ პირველი არ ყოფილა, ვინც ბირთვული იარაღის შემუშავება დაიწყო. როდესაც სტალინი მიხვდა, რომ ამაზე მუშაობის დაწყება აუცილებელია, მან ლავრენტი გამოიძახა და უთხრა: გააკეთე და ლავრენტიმაც გააკეთა. ამას ვამბობ ყველა იმ უარყოფითი თვისებისგან დამოუკიდებლად, რომელიც მას ისევე ჰქონდა როგორც ყველა სხვას, მაგრამ უმძლავრესი საბჭოთა კავშირი და მისი ბირთვული ტექნიკა ლავრენტი ბერიას გარეშე წარმოუდგენელია და ესეც წაშალეს. არადა ესეც თვალსაჩინო სიმბოლოა იმისა, თუ რა მისცა საქართველომ რუსეთს. სულ ცოტა ორი დიადი პიროვნება, სტალინი და ბერია. ბერიას ცილი დასწამეს, ჯირკი მოსცხეს და მთლიანად ამოშალეს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ისტორიიდან. დიდი პრობლემაა ის, რომ ტუხაჩევსკი რეაბილიტირებული იქნა, ხოლო ბერია დღემდე არ არის რეაბილიტირებული რუსეთში. ეს დიდი უსამართლობაა. ტუხაჩევსკის ღვაწლს ვერ შევადარებთ რუსეთის წინაშე სტალინისა და ბერიას დამსახურებას. მიუხედავად ამისა, ტუხაჩევსკი გაამართლეს, სტალინი და ბერია კი არა. რა ბრალი წაუყენეს ბერიას? განაჩენის თანახმად ის ინგლისის ჯაშუშად გამოცხადდა. მითხარი, ბერია რამით გავდა ინგლისის ჯაშუშს? სასაცილოა. ეს სრულიად ყალბი, აბსურდული განაჩენია. რატომ არ შეიძლება მისი გაუქმება? რატომემდე უნდა დაკარგოს სინდისი და ყველა პრინციპი, რომ ეს აბსურდული განაჩენი ძალაში დატოვო?